ტეიდეს ეროვნული პარკი ტენერიფეს გული და სულია. ის მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და მოიცავს ვულკან ტეიდესა და მის გარშემო გაშლილ ლავის ველებს. პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ პეიზაჟს მთელს ევროპაში. აქ შეგიძლია ნახოთ გაქვავებული ლავა, უზარმაზარი კრატერები და წარმოუდგენელი ქანების ფორმაციები. ტეიდე არ არის მხოლოდ მთა. ეს ცოცხალი მუზეუმია, სადაც ბუნებამ საკუთარი ისტორია ცეცხლით, ქარით და ქვით დაწერა. ახლა კი დროა უშუალოდ ვულკანზე ავიდეთ, ასეთი საბაგიროს საშუალებით. გეტყვით იმას, რომ წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ბილეთები და ერთი ადამიანი ღირს 42 евро. ასვლა და ჩამოსვლა. აქ მიუთითებ ქვემოთ, რომელი საიტიდან შეძლებთ ბილეთების დაჯავშნას. წავედით. ზემოთასვლა სულ სხვა შეგრძნებაა. რაც უფრო უახლოვდები მწვერვალს, წნევა იცვლება, ყურებიც გიგუბდება და შესაძლოა თაბრუსხვევაც იგრძნო. და ხო, ზემოთ ტემპერატურაც იკლებს. სიმართლე გითხრათ, უფრო მეტ სიცივეს ველოდი, მომენტებში ცოტა ქარი რომ უბერავს, სულ სხია, მაგრამ ისე ძალიანაც არ ცივა, როგორც მეგონა. თუმცა ალბათ ამინცაც გააჩნიათ და თქვენ აუცილებლად წამოიღეთ რაიმე მოსაცმელი. ეს არის ტეიდე, ტენერიფეს გული და კუნძულის სიმბოლო. იგი უბრალოდ მთა არაა, ის აქტიური ვულკანია. ამჟამად ძინავს, თუმცა ტეიდე დაახლოებით 100-200 წელიწადში ერთხელ იღვიძებს. ამიტომ მეცნიერები მუდმივად აკვირდებიან. მისი სიმაღლე 3718 მეტრია. ეს ესპანეთის ყველაზე მაღალი წერტილია. ტეიდე კი მსოფლიოში მესამე ყველაზე მაღალი ვულკანია. საოცრად ლამაზი ბილიკის გავლა მიწევს. ტეიდეს ფორმირება დაიწყო დაახლოებით 170,000 წლის წინ და მისი ფორმა მრავალჯერადი ლავის ამოფრქვევებით წარმოიქმნა. ბოლო 20,000 წლის განმავლობაში უმეტესი ამოფრქვევა მოხდა მთის ძირებში, რადგან ასეთი მაღალი მწვერვალიდან ლავის ამოფრქვევა რთულია. ასევე საინტერესოა, რომ ევროპული ექსპანსიის ეპოქაში ტეიდეს მთას ატლანტის ოკეანეში სამხრეთისკენ მიმავალი ესპანელი, პორტუგალიელი და ბრიტანელი მეზღვაურები ნავიგაციურ შუქურად იყენებდნენ. თუ გონიათ, რომ ვულკანი მხოლოდ ქვა და ლავაა, მაშინ ტეიდეს ლეგენდა ნამდვილად გაგაკვირვებთ.